ამერიკა და ჩინეთი უჩვენოდაც დაალაგებენ და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესებია. ჩინური ინტერესების ანაკლიის სპორტში გამოჩენის შემდეგ, როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტია არც ერთი ნაბიჯით არ აპირებს უკან დახევას. დაანონსებულია, რომ ხელშეკრულება დღე-დღეზე გაფორმდება ჩინურ კომპანიასთან, რომელიც სხვათა შორის სანქცირებულია და შესაბამისად ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი და დარტყმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იღებს გადაწყვეტილებას ჩინური გავლენების წინააღმდეგ სტრატეგიულ პორტებში იბრძოლოს, ქართული ოცნება არ აპირებს შანსის გამოყენებას, რომ ახლა მაინც დაიწყოს კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან. მაგალითად, ანაკლიის სპორტში შესთავაზოს მათ ამერიკული ინვესტიციების შემოსვლა და ამ ნაბიჯებით ის ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ. ივანიშვილის პარტიის დღევანდელი პასუხები ძალიან მკაფიოდ აჩვენებდა იმას, რომ არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას და ანაკლიის სპორტი მათი წყალობით ჩინეთის ხელში აღმოჩნდება. საქართველოს სასარგებლო წიაღისეული არ გააჩნია. მას ეს გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია და უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. ამ შემთხვევაში მისთვის მოსახერხებელია ჩინური ინვესტიცია. მაგრამ აქ არიან ჩართულები კიდე სხვა ქვეყნების და რასაკვირველია ჩვენთვის თანამშრომლობა დასავლეთსა და აზიას შორის არის ყველაზე კარგი ვარიანტი, ყველაზე კარგი ფორმულა. პროცესები მიმდინარეობს, ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ იმ პროექტებისაგან, რომელიც გვაინტერესებს და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ საქართველოს გვინდა ყველა ნორმალურ ქვეყანასთან ურთიერთობა და გვინდა ჩვენი ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში. და შემდგომ რა თქმა უნდა დანარჩენი ქვეყნის ინტერესები. ჩინეთთან ურთიერთობას ამერიკა ალაგებდა და დაალაგებს. აცხადებს კიდეც ტრამპი, რომ ის მით უმეტეს ომსაც არ აპირებს და არც ურთიერთობის დაძაბვას არა მარტო ჩინეთთან, არამედ რუსეთთანაც. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა შემოვიფარგლოთ იმით, რომ დაველოდოთ ამერიკა რომელ სახელმწიფოსთან რა განცხადებას გააკეთებს და მე იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქართული ოცნების ასეთი გაჯიუტება და ჩინეთთან საბოლოოდ ხელშეკრულების გაფორმება ექსპერტებისთვის პირდაპირ დასტურია იმის, რომ არანაირი გადალაგება არ იქნება საქართველოსა და ამერიკას შორის და ამ ყველაფრით მთავარი არის ის, რომ საქართველო რჩება უსაფრთხოების ქოლგის მიღმა. ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ ოცნება კარგავს ბოლო შანსსაც, არადა იმ ფონზე, როდესაც ტრამპი გაცხადებულად ამბობს, რომ ჩინეთი მისთვის მთავარი კონკურენტია, შესაბამისად პორტები, ვაჭრობა იქნება მთავარი საკითხები, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატები კონცენტრირდება. აუცილებლად ანაკლიაც მოექცევა ამერიკის ყურადღების ცენტრში და შესაბამისად ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. გაიზრდება წნეხი საგარეო პოლიტიკური იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, რომ შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული სავაჭრო ობიექტები, პორტები დაუთმონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მიდგომების გათვალისწინებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ზოგადად ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასეთი ქმედებები. ამერიკული კაპიტალის ასეთი დაჩაგვის მცდელობა, რა თქმა უნდა, არ იქნება გატარებული ყოველგვარი რეაგირების გარეშე და პირიქით ამას მოყვება მკვეთრი რეაგირება, მკვეთრი საერთაშორისო წნეხი და მათ შორის ანაკლიის პროექტი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს შეერთებულ შტატებს. ვერან არის შერიგება და დაალაგება ტრამპის ადმინისტრაციასა და ივანიშვილის ხელშეკრულებას შორის ვერ მოხდება. ამ კანონპროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და პენტაგონისთვის დავალების მიცემა, რომ მთელ მსოფლიოში მოიკულიონ რა ხდება პორტებში, სხვადასხვა კონტინენტზე და როგორ იზრდება ჩინეთის გავლენა, ეკონომიკური და სამხედრო გავლენა სხვადასხვა კონტინენტზე, პორტებზე და ქართული ოცნება სრულიად მოწყვეტილია რეალობას, აცდენილია და თავარი უბედურება ის არის, რომ არა უბრალოდ ჩინეთს გადასცეს ეს პროექტი, არამედ წლები დაგვაკარგინეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ანაკლიის პორტი არ აშენებულა, იქ არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
ამერიკამ უკვე დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. სენატში ორპარტიული დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ჩინურ გავლენას სტრატეგიულ პორტებში უნდა ებრძოლონ და შესაბამისად დაიწყება ძალიან მალე მოქმედება. ახლა უკვე დღის წესრიგში ბრუნდება ანაკლიის პორტის საკითხი. ერთ დროს განდევნილი ამერიკული ინვესტიციების შემდეგ ქართულ ოცნებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ეს პორტი ჩინეთს მიანდოს.